ოზურგეთში ოპოზიციამ ქუჩაში არსებულ გუბეებში თევზები გაუშვა. გადათხრილი გზები ქალაქში უკვე დიდი ხანია პრობლემაა, რომელსაც ადგილობრივი მერია არ აგვარებს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ საგზაო ინფრასტრუქტურა წელიწადზე მეტია მოუწესრიგებელია, სამუშაოები კი გაჭიანურებული. გზებზე პრობლემებია სოფლებშიც. მოსახლეობა აცხადებს, რომ ხშირად მათთან მისვლა სასწრაფო დახმარებასაც უჭირს. მეორე მეექვსე კლასელები სასკოლო ფორმებს ნოემბერ-დეკემბერში მიიღებენ. სექტემბერში სწავლის დაწყებისას ფორმები მხოლოდ პირველ კლასელებს ექნებათ. ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ განაცხადა. სად შეიკერება ფორმები ჯერჯერობით უცნობია. გაბისონიას თქმით, ეს გამარჯვებულ კომპანიაზე იქნება დამოკიდებული. სომხეთის მოქალაქეებმა არჩევნებზე თავიანთი ქვეყანა უნდა გადაარჩინონ, აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერი ზახაროვა. ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი ირწმუნებენ, რომ რუსეთს სომეხი ხალხის წინააღმდეგ არასდროს უმოქმედია. ტრამპი ირანის უზენაეს ლიდერთან მოჯდაბა ხამენეისთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ თავად პრეზიდენტმა განაცხადა. თუ გავრცელებულ ამბებს ვენდობით, მას სხეულის ბევრი სხვადასხვა ნაწილი აკლია, თქვა ტრამპმა ინტერვიუში. პრეზიდენტის განცხადებით, ის და ხამენეი ერთმანეთს კარგად უგებენ და ირანის უზენაესი ლიდერი პროცესებში აბსოლუტურად ჩართულია.